დიდება და მადლობა ღმერთს აი ამ მსახურებისათვის და იმ მადლისათვის, რაც უფალმა ჩვენ მოგვანიჭა. ასეთი სიტყვები იყო დიდი აიაზმის ლოცვაში, რომ დღესო დაუსაბამო თავის მონასო, თავს მოუდრექსო. იგულისხმება, რომ ადამიანად მოსული ღმერთი სამყაროს შემოქმედი თავის მონას, წმინდა იოანე ნათლისმცემელს მდინარე იორდანეში, ხო დამდეგია ნათლისმცემლის დღესასწაულისა, თავს მოუდრექსო, რათა ჩვენ მონებისაგან მტერისა გავგვათავისუფლოს. აი ღმერთი სამყაროს შემოქმედი თავს დაიმდაბლებს, ადამიანად მოდის და თავის მიერ შექმნილს თავს მოუდრექს, თავის მონასო, რათა ჩვენ მტრის მონობისაგან გავგვათავისუფლოსო. და ეს არის ყველაზე მთავარი და შინაარსი მართლაც აი ამ დღისა, ნათლისმცემლისა და ესე იგი იმისათვის, რომ ჩვენ გავგვათავისუფლოს ეშმაკის მონობისაგან, ეს არის ღვთის განგებულება, რაც აღესრულა ის 12 საუფლო დღესასწაული, რასაც ჩვენ ზეიმობთ. ყველა ამას აი ამ შინაარსით არის დაკისრული. დღევანდელ დღეს ეწოდება ასევე განცხადება, მარტვილია, სხვაგვარად ასედაც ეწოდება, რადგან აქ ყოლა წმინდა სამება განცხადდა. ძე ღმერთი მდინარე იორდანეში იდგა და ნათელს იღებდა, ზეციდან მოისმოდა მამის ხმა, რომ ეს არის ძე ჩემი საყვარელი და სული წმინდა, სახითა მტრედისათა, გარდა მოხდა და დაადგრა მაცხოვრის თავზე. და აქ განცხადდა ყოლა წმინდა სამება და ასედაც ეწოდება ამ დღესასწაულს. ეხლა ეს ნაკურთხი წყალი ჩვენ შეგვიძლია წავიღოთ სახში და როგორც იყო ლოცვაში, რომ ესე იგი ეს მადლი სულისაწმინდისა ჩვენ უხილავად გავწმენთ. ამიტომაც ჩვენ არ უნდა უგულებელყოთ და პირიქით ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ნაკურთხი წყალი იქნება, სეფისკვერი იქნება, ნაკურთხი ზეთი იქნება. შესაბამისად ადამიანის რწმენისა ადამიანები იკურნებიან და ადამიანები აქედან მადლს იღებენ. ამიტომაც ჩვენ უნდა რწმენით შევხედოთ ამ ყველაფერს და უნდა გამოვიყენოთ, უნდა ვასხუროთ ჩვენ სახში. უნდა როგორ იყო პატრიარქი, ნახეთ ერთ-ერთ მოგონებაში როგორ იხსენებს, საღამოთიო დაგვაყენებდაო მამა და ყველანი ერთად ლოცულობდითო, ჩვენც პატარ-პატარა ლოცვებს გვათქმევინებდაო. და მე რომ მორჩებოდით ლოცვას, ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და გვიშვებდა დასაძინებლად. და ამით რომ ღმერთს მიანდობდა, რომ დაეფარა უფლის მადლს და ნაკურთხ წყალს ასხურებდა და მიქონდა. ეს წყალი შეგიძლიათ თითო წვეთი სხვა ბოთლიც გქონდეთ რაღაცა, თითო წვეთი ჩაამატოთ ხოლმე და მთელი წელი შეგიძლიათ რომ ეს გაამრავლოთ და შემდეგ წყალკურთხევაზე გელოდებით კიდე. წესით საერთოდ დღევანდელ დღეს ხდებოდა ხოლმე წყალკურთხევა. უშუალოდ ნათლისმცემლს არ ხდებოდა წყალკურთხევა და ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს. ახლა დღეს კი კვირას დაემთხვა და ხალხი ბევრია ტაძარში, ისედაც კვირა დღეს, მაგრამ აი მაგალითად ისეთი ხუთშაბათს რომ ყოფილიყო ნათლისმცემა, 4 შაბათს ამდენ ხალხს შეიძლება არ მოეყარა თავი. და წყალკურთხევის დღე იქნებოდა 4 შაბათი. მაგრამ იმისათვის რომ მრევლის უდიდესი ნაწილი არ დარჩენილიყო აი ამ ლოცვის და ამ ნუგეშის გარეშე, ამიტომ ეკლესიამ დააწესა რომ უშუალოდ ნათლისმცემლსაც კურთხეულიყო წყალი. ჩვენც ღამით შეიგი წირვას რომ მორჩებით, კიდევ ერთხელ შევასრულებთ წყალკურთხევას და საკმაოდ ესე იგი დიდი მსახურება გამოვა საღამოთიც, ეხლაც დიდი მსახურება იყო და ამიტომ ესე იგი შუალედი ცოტა გამჭირთვა რომ იყოს, გარეთ ხო ასხურეთ წყალი და ის თოვლით ნაკურთხია ეხლა და იგონდაოს ადამიანმა რომ ცოტა გამჭირთვა მოხდეს. მერე დასვენება და გამისთა. ისე რომ ბავშვებს საგუნდაოდ გელოდებით.